სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა ჩვენთან არის ღმერთი. მესამე კვირა მოაწია დიდმარხვის და ეს კვირა არის ჯვრის თაყვანისცემის კვირა და გუშინ ვინც ბრძანდებოდით ეკლესიაში ლოცვაზე მოსული და ვინც არ ბრძანდებოდით უნდა ვიცოდეთ ჩვენ რომ წირვა და ლოცვა არის ერთი მთლიანობა. უბრალოდ თქვენ მოხვედით ნახევარ წირვაზე, იმიტომ რომ ლოცვა არის მომზადება წირვისთვის და მე უკვე მოვდივართ ჩვენ და ვეზიარები და ვინც ბრძანდებოდით გუშინ ლოცვაზე ჩვენ წავიკითხეთ გამოსვლათა წიგნიდან როცა მოვიდნენ ებრაელები მერარის ეგრეთ წოდებული მერარის ტბასთან და წყალის წყუროდა ერს და მწარე იყო წყალი ვერ დალიეს და როგორ ჩააგდო მოსემ ძელი აი ამ წყალში და როგორ დატკბა ეს წყალი. გუშინ ვინც იყავით მოისმინეთ ეს საწინასწარმეტყველო და აი სახედ ამისა როგორც დიდმარხვის პერიოდი თქვენ ყველას კარგად მოგეხსენება და თუ ამას ვერ ამჩნევთ შეხედეთ ამ თვალით და აუცილებლად მიხვდებით რომ დიდმარხვაში მეტად უფრო გაბოროტებული არიან ადამიანები, მეტად უფრო არის რაღაც აი კონფლიქტური სიტუაციები, მეტად უფრო ეხლა მიგვირს და არ ვამბობ არაფერს ეხლა ეკლესიამ შვიდათა ვართ ისე თუ ასე მიგვირს, მაგრამ არ ამგონია ესე რომ ჩაიაროს ყველაფერმა მეტად უფრო ბრძოლა არის ეკლესიაზე, იმიტომ რომ თქვენ ისით ჩვენ თავშივე განმარტეთ ეს რის გამოც ხდება, იმიტომ რომ ეშმაკს ზულს მარხვა და ზულს მარხველი ადამიანი. ამიტომ ყველანაირად ცდილობს. მას ძალიან ბევრი მსახურები ყავს ადამიანების სახით და ყველანაირად ცდილობს რომ ის ადამიანები მოგიგზავნოს იმ ადამიანებით იმოქმედოს შენზე და შენ აი გამოგიყვანოს აი ამ რასაც ქვია მარხვის მდგომარეობა. თუ ეს ასე არ არის და ჩვენ ისე ჩვენ რაც მარხვა დაიწყო ჩვენთან არაფერი არ შეცვლილა, ესე იგი ჩვენ თვითონ არ შეგვიცვლია არაფერი ხა ხორცის და რძის ნაწარმის გადადება ტრაპეზიდან. ხო, ჩვენ ვიცით რომ ეს არ არის მიზანი, ეს არის საშუალება მიზანთან მისასვლელად. თუ მიზანი არ არის თუ მიზანი ოდენ ხორცი და რძი არის, ნაკლებად შემოგვებრძოლება ბოროტი, იმიტომ რომ აი ავიღოთ ჩვენ ეს ადამიანი რომელიც მარხულობს და ადამიანი რომელიც არ ჭამს ხორცს. ამ ორ ადამიანს შორის განსხვავება ის არის რომ ეშმაკი იმას ვინც უბრალოდ ხორცს არ ჭამს, იმას არ შეებრძოლება. მე რა რო არ ჭამს ხორცს. მაგრამ ადამიანი რომელიც შეუდგა მარხვას და ცდილობს რომ ნებებს შეებრძოლოს, ცდილობს რომ ერთი მანკიერება მაინც ერთი თავის თავში დაამარცხოს, რაც იქნება ესა და ყველა მიცით ვის რა გვჭირს, ხო, ასეთ ადამიანს აუცილებლად ექნება ბრძოლა. და როგორც აი ჩვენს წინაშე არის დაბრძანებული ჯვარი, აი ამ კვირის განმავლობაში ჯვრის თაყვანისცემის კვირა არის ეს კვირა, ჩვენ მოაწიეთ განზოგებას, დიდმარხვის განზოგებას, ანუ შუა მარხვა არის უკვე და ჩვენ მოვდივართ ეკლესიაში და ტრადიციულად მოვდივართ ხატს ვემთხვევით ხოლმე და ამ შემთხვევაში მოვდივართ და ჩვენს წინაშე არის ჯვარი. რატომ არის? რატომ ლიტურგიულად რა მნიშვნელობა არის ამაში? ჩვენ მოვდივართ, ხედავთ ჩვენთვის ჯვარცმულ ქრისტეს, რომლის შესახებაც პავლე მოციქული, აი გუშინ წავიკითხეთ ჩვენ ეს ეპისტოლე ებრაელთა მიმართ და ამ წერილის მნიშვნელობა დღესაც მნიშვნელოვანია, გუშინაც იყო და დღესაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ჩვენ ვკითხულობთ და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩვენისა წინამძღვარსა, მინდა რომ ყურადღებით მოვისმინოთ ეს სიტყვები. ხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩვენისა წინამძღვარსა და სრულებისა მოქმედსა იესოს,
რომელმა იგი წინა გამზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯვარი და სირცხვილი შეურაცხყო და მარჯვენის საყდართა მისათა დაჯდა. ესე იგი, ჩვენო ხედავდეთ, აი რა რისთვის არის ჯვარი დაბრძანებული, რომ ჩვენო მოვდივართ, შემოვდივართ. აი ბრძოლისგან დაღლილები, გულგატეხილები რაღაცა. მე მგონი რომ ყველას არავის არ გვსიამოვნებს ეს ადამიანებთან რაღაც დაძაბული ურთიერთობა, ხო? იმიტომ რომ ეს მერე ჩვენში იწვევს რაღაცა დისჰარმონიას. რომ ყველაზე დიდი სიამოვნება სამოთხეში რაც იყო, ეს იყო ორი ადამიანის ერთმანეთთან ურთიერთობა. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ორი ადამიანის ერთმანეთთან ურთიერთობა რო დაირღვა, მერე დაირღვა მთლიანად მთელი სამყაროსთან, გარე სამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთობა. მიხვდით და ჩვენ თვითონ არ გვსიამოვნებს ეს ბრძოლები, ეს რაღაცა გულისტკენები, წყენები, შინაურებიდან, გარეულებიდან, სახში, გარეთ, რა ვიცი, სამსახურია თუ რაც არის და მოვდივართ რაღაცნაირად დაღლილები, ხო, აი მე კიდე ჩვენი შინაგანი ბრძოლა ხო ემატება ამას ყველაფერს. მოვდივართ და ვხედავთ ჩვენთვის ჯვარცმულ ქრისტეს, რომელიც არის ჩვენი სარწმუნოების წინამძღვარი და ჩვენი სრულების მოქმედი. რას ნიშნავს სრულების მოქმედი? ქრისტე ჩვენზე ზუსტად ისე უშვებს, ზუსტად იმათ უშვებს და ზუსტად იმ გარემოებებს უშვებს, რომელიც ჩვენ სრულყოფას ემსახურება. ამიტომ არის მორჩილება, რომელმაც სრულიად დაითმინოს იგი ცხონდეს. ჩვენ უნდა ხედი მოვიდრიკოთ იმ დაშვებების წინაშე, იმიტომ რომ არაფერი შემთხვევით არ ხდება და ჩვენი სრულების მოქმედი იესო არც ერთ ჩვენთაგანს არ ვტოვებ. ჩვენ რომ გონია ხანდახან რომ მიგვატოვა უფალმა, არასდროს არ ვტოვებ ჩვენ უფალი და მოვდივარ და ვხედავ ჯვარცმულ ქრისტეს, რომელმაცო წინა გამზადებული სასიხარულისთვისო ჯვარზე სიკვდილი დაითმინაო. აი რა არის ჩვენ წინ რა სიხარული, აი რისთვის მარხულობთ, რისთვის ვლოცულობთ, რისთვის ვამბობთ აღსარევად, რისთვის ვეზიარებით. ეს სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ჩვენ და გავიაზროთ, რომ წინ სიხარულის იმედი გვაქვს. აი უბრალოდ ამ წუთის სოფელში რაღაც მომენტში რაღაცას რომ ვითმენთ, ხო, ვითმენთ, იმიტომ რომ წინ რაღაცის იმედი გვაქვს, ხო? აი ამ სახეთ ჩვენ თუ კი რამე ქრისტიანულ ცხოვრებაში რაიმე ესე რომ ვთქვათ, დათმენა გვიწევს და რაღაცა ღვაწლში ვართ დღევანდელი გადასახედიდან, უნდა ვიცოდეთ, რომ წინ ძალიან დიდი სიხარულია. თორე თუ შენ წინ სიხარული არ გაქვს, თუ შენთვის მარტო აი იქ მთავრდება ყველაფერი, სადაც შენ ყვდები, მაშინ აღაზრია ყველაფერს, ხო? ჩვენ აი ზუსტად დიდმარხვის პერიოდი წინ რა სიხარული გვაქვს, წინ აღდგომა არის. ჩვენი უფალი ქრისტე შეიპყრეს, გვემეს, ნერწყვეს, ცემეს, აწამეს, უსამართლოდ მოექცეს, ჯვარზე მიაკრეს, მოკლეს. ჩვენი ღმერთი, ჩვენი ქრისტე. მიხვდით? და თუ აქ ჩერდება ჩვენი სასოება, მაშინ რაღა აზრი აქვს ჩვენ სარწმუნოებას, ხო? მაგრამ ჩვენი გამარჯვება და ჩვენი სიხარული ის არის, რომ წინ აღდგომას მოვლით. ასე ამ სახეთ ჩვენ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა იცოდეთ, რომ ეს წუთისოფელი ჯვარცმის არის. ნურავინ უიქნებით ილუზიებში, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს წუთისოფელი არის ჯვარცის, მაგრამ წინ სიხარული გვაქვს. ეს არის აღდგომის სიხარული, გამარჯვების სიხარული. აი თუ დააკვირდებით, აი აღდგომის მსახურება ზუსტად ესეთია. აღდგომის მსახურებაზე რომ მოდიხარ, შენ ხარ გამარჯვებული ადამიანი. აი დააკვირდით თუ გინდა. თვითონ მსახურება ისეა მოწყობილი, რომ მოდიხარ ამ მსახურებაზე, შენ ხვდები, რომ შენ ხარ გამარჯვებული ადამიანი. ეს არის ღმერთი ჩვენ ამ სიხარულს განგვასწევიებს და დანარჩენი კიდე შემთხვევით არ იკითხება, აი იგავთა წიგნიდან იკითხება, გუშინაც მოვიყვანეთ ჩვენ ეს მაგალითი გუშინ ასევე წავიკითხეთ, არ იკითხება, რა თქმა უნდა, შემთხვევით არც ერთი საკითხავი აი ამ დალოცულ მსახურებებზე და იგავთა წიგნში ვკითხულობ ჩვენ, რომ შვილო, ნუ სულ მოკლე იქნები სწავლასა, უფლისასა და ნუცა დაახსნდები მის მიერ სამხილებასა. რამე თუ რომელი უყვარს უფალსას წყლავს და ტანჯის ყოველი შვილია. აი მე მაგალითად ჩემი თხოვნა იქნება, აი ეს
ციტატა ეხლა რაც მოიყვანეთ ჩვენ ბიბლიიდან, ამოიწეროთ ყველამ, დავიზეპიროთ თავისთავად და გავიაზროთ ესა. რას გვეუბნება უფალი რომ? ესე იგი, სულმოკლეობას ნუ გამოიჩენო, ამ ცხოვრებაში რაღაცები რო ხდება, რაღაცები რო გვტკივა ჩვენ, სულმოკლეობას ნუ გამოიჩენო. გასწავლისო შენ უფალი ამითო. იმიტომ რომ უყვარხარო და თუ ძალიან იტანჯები, ესე იგი შვილად გამოგირჩიაო. აი როგორია? აი ღმერთმა შვილად გამოგირჩია. ღმერთს უყვარხარ. აი დარწმუნებული ვარ ეხლა რომ აი ამ ორ შინაარსზე აი რამდენი გვაქვს ნაფიქრი, აი რომ დავთვალ, აი როგორ უყვარ ვარ ღმერთს. და მე შვილი ვარ ღმერთის, აი ამაზე რამდენი გიფიქრიათ ეხლა მითხარით გულწრფელად. აი დღეში რამდენი წამს ანდომებთ ამას. თქვენ მეტყვით რომ დღეში კი არა წელიწადში თუ გვიფიქრია ეს საკითხავია კიდე, ხო? ხო და ამიტომ ეკლესია მოგვიწოდებს ჩვენ დღევანდელი დღის შინაარსი სწორედ ეს არის რომ ქრისტე ჯვარზე მოკვდა. ჩვენ საუბრობთ ღმერთზე, რომლის ერთ-ერთი დოგმატური თვისება არის რომ ის არის ყოვლადწლიერი. გესმით თქვენ? და ყოვლადწლიერი ღმერთი მოვიდა, ადამიანი კაცება შეიმოსა, დაამარცხა ცოდვა, დაამარცხა სიკვდილი, ჯვარზე მოკვდა, სიკვდილითა დაამარცხა სიკვდილი, იმიტომ რომ სხვა საშველი არ იყო. და გაიმარჯვა ამ ყველაფერს. და აი ჩვენი გამარჯვების იარაღი. სწორედ ჯვარზე მოხდა გამოხსნა. და ჩვენ აი კონდაკი არის დღევანდელი დღე, სადაც ვკითხულობთ რომ არღარასავს ედემსა ბჭეთა, ედემისა ბჭეთა მახვილი მოთხინა არამედ მიჰრი და ჯვარსა უფლისასა. მიჰრი და რას ნიშნავს? იცი აი ჯვარი რო გამოჩნდა, ცეცხლოვანი ანგელოზი დაუთმო. ჯვარს მიჰრიდა სწორედ და ჯვარმა შემოსრა სწორედ ჯოჯოხეთის ბჭენი და ჯვარზე მოხდა გამარჯვება და როგორცო წმინდა მამები ამბობენ აი სვინაქსარში ამბობს როგორცო 60 შუაგულშიო იყო ხეო ძელი ცხოვრებისა რომლისაგან უნდა ეჭამა და უნდა განღრთობილიყო ადამიანო აი ესეო მარხვის შუაგულშიო ჯვარი გამობრწყინდებაო რათა ჩვენ სულიერად მივიღოთ ეს დაპურება და აღარ გვეშინოდეს არაფრის და აღარც სულმოკლეობა გამოვიჩინოთ და აღარც დავხსნდეთ მის მიერ სამხილებას და მადლიერებით მივიღოთ ყოველივე და დღევანდელ დღეს ჩემი თხოვნა იქნება რომ ჩვენ დავფიქრდეთ საერთოდ აი ქრისტე ჯვარცმაზე და დავფიქრდეთ იმაზე რომ ჯვარცმული ქრისტე რას ამბობს ბოლო სიტყვები რა არის რომ მიუტევე მამაო რამე თუ არიციან რას იქმან აი თუ ამაზე დავფიქრდები და თუ რამოდენიმე წუთი მაინც დაუთმობთ ამას ჩათვალეთ რომ აი დღევანდელ დღეს შევხვდით ადეკვატურად და საერთოდ ვართ ადეკვატურად იმიტომ რომ ეს სიტყვა სხვათა შორის აი ყველას მოგვერგება რაღაც მომენტში ეს შეურაცხყოფელი სიტყვა ადამიანს რო ეუბნები შენ არადეკვატურიაო ხო შეურაცხყოფელი სიტყვა მაგრამ ჩვენ თუ დავფიქრდებით ხო აი ელემენტარულ რამეს გეტყვით აი აქ არის ჯვარი ხო აგერ არის ჯვარცმული ქრისტე თუ შენ მოდიხარ აქა და უბრალოდ შენ გონებაში არ გაირბენს ის რომ აი რაზეც ვილაპარაკეთ ეხა ხო და ყველა ესე ვართ ანუ რას ვამბობ ყველა ვართ არადეკვატური მე თუ შენ ჩამოული ამ ჯვარს და გაივლი ისე და გამოილი და ერთი შენ გონებაში არ გაირბენს რომ რა არის ეს რა არის ჯვარი ვინ არის აქა და თუ ამაზე დაფიქრდები მიხვდები რომ შენთვის ჯვარზე გაკრული ქრისტეა ხო და ასე თუ დაფიქრდები შენ აქედან სხვა კაცი გახვალ და სხვა კაცი რო არ გადიხარ ესე იგი არ ხარ ადეკვატური არ ვართ უბრალოდ პირველ რიგში მე ჩემი თამადობთ ხო და ეს არაადეკვატურობა ყველას გჭირს და სულიერი თვალსაზრისით და რის გამო გჭირს იცით რომ მეტი დაფიქრება გონება ადამიანის სულაც არ არის მოწოდებული იმისთვის რომ მარტო დაუშვათ ბიზნესი აწარმოოს მარტო მათემატიკურად რაღაც გამოითვალოს
მარტო ის გამოითვალოს რამდენი ეყოფა ის საჭმელი, ჩასაცმელი, გონება სულ სხვა დატვირთვა აქვს. გონება მაშინ მასე რო იყოს, მაშინ სადღაც ფეხის გულში იქნებოდა, ხო? რატო არის აქ? იმიტომ რომ აქედან მან უნდა ყველაფერი უნდა გაიაზროს, უნდა განჭრიტოს და პირველ რიგში სულიერი საკითხები და პირველ რიგში ჯვარზე უნდა დაფიქრდეს და საკმაოდ დიდი მასალა იყო ჩვენ საკითხებში მოცემული ამასთან დაკავშირებით და ძალიან ღრმა საღვთისმეტყველოში, აი ესაიას წინასწარმეტყველება წავიკითხეთ ასევე ძალიან ღრმა განმარტება აქვს ამას და მოგვიწოდებს ჩვენ დღეს ეკლესია რომ მოუხდეთ მადლსა მას. აი მადლით არის ყველაფერი, იცით? მადლით მოხდა ეს ყველაფერი, მადლით გამოხსნა ჩვენი ყველაფერი მადლის სამადლოთ რო რაღაცას მოგცემს ადამიანი, ხო? და შესაბამისად ხომ უნდა იყოს ჩვენი რაღაცა სულ ცოტა მადლიერება მაინც ხომ უნდა გქონდეს ჩვენი ჯვარცმული ქრისტეს წინაშე და მე ვიცი რომ ჩვენ ეს არ გვაქვს და მოდი დღეს ეს შევთხოვოთ უფალს. საერთოდ ერთობლივ ლოცვა ძალიან დიდი ძალა აქვს და ჩვენ საკმაოდ ყველა ლოცვები აღვავლინეთ ფაქტიურად აი ამ წირვალოცვის ჟამს, მაგრამ მოდი ესეც შევთხოვოთ უფალს რომ გქონდეს მადლიერება ჩვენი ჯვარცმული ქრისტეს წინაშე და ჯვრის წინაშე, რომელსაც მიჰრიდა ცეცხლოვანმა ანგელოზმა, თორემ მანამდე იქ ვიყავით, იმ კარის უკან ვიყავით ყველა ჩვენ. ადამი და მთელი ადამიანში მთელი კაცობრიობა. ჯოჯოხეთიდან გამოსვლა არ გვეწერა. და სწორედ ჯვარზე გამოგვიხსნა ქრისტემ და ჯვრით გამოგვიხსნა ქრისტემ და ჯვრის ძალა და მადლი ანათებდა ჩვენს გულსა და გონებას. ამინ.